დასი და კარავი. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. 6 წელი ვიყავი ვითა მოსაყდრე გიორგი მეფისა. მოკვდა მამა. ვიყავი 18 წლისა. მაკურთხეს ვითა მემკვიდრე ტახტისა. ვითა მეფე ქართველთა. მძიმე ტვირთი დამაწვა მხრებსა. მეფე თავიდანვე ზრუნავდა, მამზადებდა ვითა მემკვიდრეს მეფისა. მავალებდა სამეფოს საქმეთა მოუგვარებასა. მეგონა ვიცოდი საქმენი მეფისა. როცა მოკვდა ვიცვნიე სიმძიმე მეფობის ტვირთისა. მანამ მეორედ მაკურთხებდნენ, ჯეროდა დიდებულთა ერთგულებისა. მეგონა დაიცავდნენ მიცემულ პირობასა. მეგონა ერთგულნი დარჩებოდნენ გიორგი მეფის მემკვიდრისა. კურთხევის მერე გათქვეს მათივე ქვენა ზრახვანი. მოვიდა მხარგრძელი. თქვა, მალე ამბოხი დაიწყებაო. მეჭურჭლეთ უხუცესმა, უთლუ არსლანმა და მისმა დასმა განიზრახეს კარავის დადგმავითა დარბაზისა. უნდათ ქვეყანა კარავმა მართოსო. მოთხოვნა ასე ჰქონიათო. სამეფო საქმეებსა კარავი განიხილავს, თვითონვე გადაწყვეტსო. განაჩენს მეფე აღასრულებსო. მეფის ნება დაემორჩილება კარავის ნებასაო. კარავი იქნება უმაღლესიო. მეფე აღასრულებს განაჩენსა კარავისა. მისი როლი კარავის დახმარება იქნებაო. თურმე უთქვიათ მომხრეთა დასისა, კარავმა უნდა მართოს სამეფო. ყუთლუ არსლანი იქნება ვითა თავი დასისა. კარავი ვითა დიდი დარბაზი სამეფოსა. მთელი დასი 31 ხმოსანი იქნებოდა. დასი, იგივე კარავი, აირჩევდა დარბაზის თავსა. სახელმწიფო ითვლიდა 9 სამთავროსა. 9-ვე თავადი ვითა თითო ხმოსანი. 9-ვე სამთავროს ხალხი შეარჩევდა თავისივე ხმოსანსა. მეფეს უფლება ექნებოდა 6 ხმოსანის შერჩევისა. ეკლესიას დაიცავდა ხმა ეპისკოპოსისა და ხმა მისივე შერჩეული მღვდელმთავარისა. 3 ხმოსანი ერგებოდა ვასალთა ხალხსა. 2 ხმოსანი დაიცავდა სატახტო ქალაქის ხმასა. მეფე დაადგენდა თავისივე მთავარ ვაზირთა. 1. ამირსპასალარი. 2. მეჭურჭლე თუხუცესი. 3. ციგნობარ თუხუცესი. 4. მანდატურ თუხუცესი. 5. ვაზირ თუხუცესი იგივე დიდ ვაზირი. დარბაზის სახლი იქნებოდა სატახტო ქალაქსა. მეფე უუფლებო რჩებოდა. შემსრულებელი დარბაზის ნებისა. დაუკითხავად ვერ შეიწყალებდა. ვერცა დასჯიდა. მეფე მიიღებდა დავალებასა. თავისივე ვაზირთა ხელით აღასრულებდა დარბაზის ნებასა. დარბაზი მოითხოვდა ანგარიშსა. მეფეს ერქმეოდა, მეფე ქართველთა, აფხაზთა, კახთა, რანთა, სომეხთა, დიდოთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი მეზობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. ეყოლებოდა ამალა, იგივე მცველნი მეფისა. ეყოლებოდა თავისი მხედრობა. მორჩილნი მეფის ბრძანებისა. მეფე თავისივე მემკვიდრეს თვითონვე შეარჩევდა. იქნებოდა შვილი ან მისივე რჩეული. სიკვდილამდე მეფედ დარჩებოდა. იმეფებდა კარავთან შეთანხმებითა. ყუთლუ არსლანმა დაივიწყა დანაბარები მეფე გიორგისა. დასის სახელით მოინდომა წაღება მეფობისა. ეკლესია ვერ მიიღებდა პირობას კარავისა. თავადთა დამორჩილება გაუძნელდებოდა მეფესა. დასის პირობას დიდგვაროვანთა პირობა დაერქვა. ყუთლუ არსლანმა თქვა სურვილი სამეფოს სამთავროთა. დასის ხმოსანთა უმრავლესობა სამთავროს თავადთა ხალხი იქნებოდა. მათი ურჩობა მალევე გამულღაჩენდა თავსა. დიდი საფრთხე დაემუქრებოდა სამეფოსა. შევძელი ალაგმა თავადთა თავგასულობისა. მერე ვისმენდი დარბაზის რჩევასა. გადაწყვეტის უფლება დარჩა მეფესა. მერე სხვა გზით ეცადა თავადთა დასი მეფის დასუსტებასა. მერე დანებდა დასი ყუთლუ არსლანისა.